ნაციონალურ მოძრაობაში არ აღმოჩნდა საკმარისი რესურსი და შესაძლებლობა იმისთვის, რომ განახლება მომხდარიყო. აი, ნაცმოძრაობიდან კიდე წამოვა ვინმე, როგორ ფიქრობ? არა, არ ვიცი და ეს არ არის დღეს ჩვენი მთავარი საფიქრალი. ისე ვისურვებდი შენთან რო გადმოვიდა. არიან ადამიანები, რომელსაც ვისურვებდი, რომ ჩვენ გვერდით ყოფილიყო, არ დავასახელებდი. აი ამ არა კონკრეტიკამ ხوار კი, რა თქმა უნდა, არა კონკრეტიკა. დაგუპათ კი არა, ნუ შეგიშალათ ხელი რა. არა კონკრეტიკა არის დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა. ჩვენ მქონდა ძალიან კონკრეტული არჩევანი. რატო არასწორებთ ამ პრობლემას? ჩვენ მქონდა კონკრეტული არჩევანი, ან ზოგადი ფრაზით შემოფარგლებული ვიყავით და აქედან გამომდინარე ყველა სხვა კითხვის ნიშანი დაგვეტოვებინა და ვისაც აქვს ინფორმაცია მეტნაკლებად პარტიაში ან საზოგადოებაში მან იცის რეალურად რა ხდება, ან მეორე გვესაუბრა ყველაფერზე და გამოგვეტანა მთლიანად სამზარეულო. ჩვენ ავრჩიეთ პირველი გზა და მე ეხლაც დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ამან დაგვაზიანა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა არის. მაინც სწორად მოვიქეცით, უფრო ეს გზა არის სწორი და არა ის, რომ ისაუბრო ეხა როგორ არის სწორი გზა, როცა ის პრობლემაა. ხო, გაზიანებ შეიძლება თავიდან დაზიანდეთ ცოტა, მაგრამ აი ეს არის უფრო კეთილსინდისერი დამოკიდებულება იმ პროცესების მიმართ, რაც პარტიაში. ძალიან დიპლომატიურ პასუხებს. ვცდილობ, რომ კითხვები გაქვთ ისეთი, რომ აი ჩამჭრენი, მაგრამ